ხო, პრობლემა, რომელიც აქამდეც არსებობდა, ახლაც გამოიკვეთა. პუტინი ითხოვს იმ ტერიტორიებს, რომელიც მან ვერ შეძლო 3 წლის მანძილზე დაეკავებინა. ეს არის უკრაინის ყველაზე გამაგრებული, ხო, დონეცკის აგლომერაციაში ეს ქალაქები არის ყველაზე გამაგრებული ფრონტის ხაზი და მათი ესე უბრძოლველად ევაკუაცია უკრაინისთვის იქნება ურთულესი და ალბათ უკრაინა ამაზე არ წავა. თუ 3-ზე ვისაუბრებთ, ერთი რაც გამოიკვეთა თქვათ ეს პუტინის თქვათ ირიბი თანხმობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც ასევე გასარკვევია რა და როგორ იქნება. მაგრამ შეიძლება ასე ითქვას, რომ შეიძლება რაღაცა ეს შეთანხმების მონახაზი, რაც თქვათ, წარუდგინა პუტინმა ტრამპს იყო, რომ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტაზე რუსებმა უარი თქვეს, ანუ იყო, რომ პირდაპირ მომეცით დონბასი, იქ ფრონტის ხაზს გავყინავ და ვაღიარებ, რომ თქვათ ეს ფრონტის ხაზი იქნება ახალი საზღვარი და ამის სანაცვლოდ თქვათ დავთანხმდები რაღაცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. ეს კიდევ ერთხელ ამბობს ძალიან ისეთი მონახაზია და ძალიან რთული მისაღწევი, მაგრამ შეიძლება ეს ასე ვთქვათ მოილაპარაკეს ან დათქვეს ალასკაში შეხვედრის დროს. კი ბატონო, და რა კი გაახსენეთ თქვენ უსაფრთხოების გარანტიები, ამ ნაწილშიც გითხავთ, შესაძლოა თუ არა ეს უსაფრთხოების გარანტიები შეიცვალოს, იქ საუბარი იყო ნატოს მეხუთე მუხლის მაგალითზე, აი ამ მიმართულებით რა პოზიციონირება შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ და რამდენად არის თქვათ იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა ეს თქვათ პოზიციონირება შეინარჩუნოს ოკუპანტმა ქვეყანამ და არ გადათქვას უკვე მოგვიანებით ეს მისი თანხმობა. ხო, ეს უსაფრთხოების გარანტიები საკმაოდ რთული ესეთი ის არის იდეა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ხო რუსეთი წინააღმდეგია ნატოს უკრაინის ნატოში წევრობის და მართლა ეს სემანტიკა ხო არ არის, აი თქვა ნატოში არ მივიღებთ, მაგრამ იგივე უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ და მეორეა, უკვე დასავლეთის მხრიდან პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის მზაობა, იმიტომ რომ რეალური უსაფრთხოების გარანტიები, რეალური, თორე იარაღს მოვყიდი და იარაღს მოვცემ, დღესაც ხდება. არის რომ რუსეთის ხელმეორე თავდასხმის შემთხვევაში სახელმწიფოების ზაობა უკრაინის ხარეს ჩაერთონ სამხედრო კონფლიქტში, ან უკრაინა დაიცვან, რაც იქნება ნატოს მეხუთე მუხლი, ხო? ასეთ რეალურ მზაობას რომელიმე ქვეყნის მხრიდან ჩვენ ვხედავთ, ეს ერთი და მეორე, ამერიკელების გარეშე ერთ-ერთი ქვეყანა უკრაინას ამ გარანტიას ვერ მიცემს. არის თუ არა ამერიკელების მხრიდან ამაზე მზაობა, რომ ჩვენ იმიტომ რომ აქ მივდივართ იქამდე, რომ ხა რუსეთ-ამერიკის ომი ბირთვული ომია რეალურად და მეორე საკითხი, რომ თუ ამაზე თანხმდებიან, ხა ნატოში მიღება არ მიღება, ან მაშინ გამოდის, რომ პუტინი უკვე თქვათ აქ უკვე იარლიყებზეა საუბარი, ან ნატოში არ მიიღოთ, მაგრამ იგივე უსაფრთხოების ქოლგა გადააფარეთ უკრაინას. იქ ხო რეალურად ხო ამერიკის უსაფრთხოების გარანტიებზე, ხა ლუქსემბურგი რო უკრაინას ვერ დაიცავს, ეს ყველასთვის ცხადია, ხო? არის ლაპარაკი ამერიკა სამხედრო განაცხადებს თუ არა მზაობას, რომ უკრაინა დაიცვას სამხედრო თვალსაზრისით და ეს აქამდე ბაიდენის დროსაც და ტრამპის დროსაც ამაზე უარი იყო და ეხლა ლაპარაკი რომ ჩვენ მზად ვართ რაღაცა დონის უსაფრთხოების გარანტიებზე. საინტერესო ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია რა და როგორ იქნება, მაგრამ შეიძლება იყოს ეს ბერკეტი პრეზიდენტ ზელენსკის ეს ეწოლის, რომ აი თუ მოხდება დონბასის ევაკუაცია, რაც ფაქტია, რომ ტრამპისთვის მინიმუმ მიიღო იმ კუთხით, რომ თქვა, რომ გადავცემ უკრაინელებს და ევროპელებს ამ მესიჯს, ანუ დიდი პროტესტი ამ მესიჯით არ გამოუთქვამს, ანუ ტრამპისთვის პრინციპის დონეზე, რომ თუ თქვა უკრაინა დათმობს დონბასს, ამის თანაცვლოდ დააყარდება მშვიდობა, ეს მისაღებია და შეიძლება ამ კუთხით იყოს ეწოლა, რომ თუ ამაზე წახვალ, ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ რაღაცა მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მოგანიჭოთ. კი ბატონო, აი ევროპელი ლიდერების გამგზავრება ვაშინგტონში რა სიგნალია ეს პირველ რიგში ტრამპისთვის და მზეწოლის რა მექანიზმები აქვს ამ სახელმწიფოებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი პუტინის მიმართ დათმობებზე არ წავიდეს? უფრო ეს არის გაერთიანებული ფრონტის ჩვენება, მეორე მხრივ ეს მოლაპარაკებებში შეიძლება ეს გამოსადეგი იყოს იმ კუთხით, რომ ევროპელებს ტრამპის მიდგომა ეს არის, რომ დიდწილი პასუხისმგებლობა ხო ევროპელებს უნდა დაეკისროთ და შესაბამისად იქნება ეს მატერიალური თუ სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის ხარდაჭერა აქ პასუხისმგებლობის განაწილებაზეა და ასევე გაერთიანებული ფრონტი, რომ თქვათ
უკრაინას ხარდაჭერა ჭირდება, რომ ზედმეტად ესე თქო ჭყალებში არ მიაწვნენ ვაშინგტონში რაღაცების დათმობაზე, შეიძლება ეს ხარდაჭერა და სოლიდარობა, მაგრამ უნდა გვესმოდეს ერთი რამე, რომ როგორც ნატოში, ისე ევროპის უსაფრთხოებაში, ისე უკრაინის სამხედრო დახმარებაში ამერიკა არის ჩაუნაცვლებელი, ხო? 70%-ზე მეტი იარაღის მოდის ამერიკაზე და ამერიკის ზურგი თქვა ევროპელებიც აწვდიან იარაღს, შესაბამისად აქ არის უკვე თქვა ამერიკის პრეზიდენტი რაზეა მზად რომ წავიდეს და ნუ რა თქმა უნდა უკრაინა რაზეა მზად რომ წავიდეს იმ კუთხით და თავარი რადონის ზეწოლას განახორციელებს ამერიკის პრეზიდენტი ხო ეხლა ჩვენ წინა შეხვედრა ვნახეთ როგორ ჩაიშალა თუ ჩატარდა შემდეგ ვნახეთ ხო რომ რაღაცა დროით უკრაინას თქვა სადაზვრო ინფორმაციის გაცვლა შეუწყდეს და ასე შემდეგ ყველანაირი განვითარების ვარიანტს უნდა ველოდოთ. ის შეიძლება ძალიან პოზიტიურად დასრულდეს შეხვედრა, შეიძლება ჩვენ ესკალაციაც ვიხილოთ ამ შეხვედრას. აი, მაინც წინა შემთხვევას თუ გავითვალისწინებთ, უნდა ველოდოთ თუ არა, ხვალ თეთრ სახლში წნეხს ვოლოდიმირ ზელენსკიზე მაინც იქნება თუ არა თქვენი აზრით თითისხნევით საუბარი, ამაზე არსებობს გარკვეული მოლოდინები. წნეხი უდავოდ იქნება, ალბათ კამერების წინაშე არა და წინა გამოცდილებით ალბათ ეს ესეთი დონის კატასტროფა არ იქნება, მაგრამ წნეხს უნდა ველოდოთ იმ კუთხით, რომ თუ გაზეთებს დაუჯერებთ ტრამპს სურს, რომ ჯერ ეს ერთი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნის მოხდა, ნუ ეს რუბიომ თქვა, რომ რუსებმა თქვეს, რომ არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა და არ არიან მზად და უნდა წავიდეთ პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმებაზე, რაც ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რაც ჩემი აზრით ძალიან გაართულებს საბოლოო მშვიდობის დამყარებას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ თქვა ორ კორეას შორის 53 წლიდან არსებობს თქვა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ზავი და ასეთ სამშვიდობო ხელშეკრულება არ არსებობს და ტრამპს უნდა რომ ორშაბათ ზელენსკის შეხვდეს და უკვე ნუ გაზეთებს თუ დაუჯერებთ, პარასკევს შედგეს სამხრივი სამიტი ამერიკის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს თუ ორშაბათს უკრაინა რაღაცაზე დასტახდება, იმიტომ რომ იმ პრესკონფერენციას არ იყო ორივე მხარემ რაღაცა სამწუთიანი განცხადება გააკეთა და დაიშალნენ, მაგრამ იმ ეგრეთ წოდებული პრესკონფერენციიდან ჩვენ რა გამოვიტანეთ, რომ რაღაცებზე მოხდა შეთანხმება რუსეთთან, რაღაცებზე ვერ მოხდა და ეხლა არის ასე ვთქვათ სიტუაცია გასარკვევი უკრაინასთან. შესაძლოა თითისკნებას და ზეწოლას თუ არა, აი ესეთ იმას უნდა ველოდოთ, რომ აი ეს არის მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ეხლა რუსები გვაძლევენ, შემდეგ იქნება უარესი, ეს ხო ტრამპს ჯერა და პრინციპში უიტკოფის განცხადებებიდან ჩვენც ეს გვესმის, რომ დათმობათ უთვლიან ვირტუალურ, ანუ სრულიად ვირტუალურ დათმობას, რომ მე უარს ვიტყვი ხერსონისა და ზაპოროჟიის იმ ნაწილზე, რომელიც მე 3 წელია ვერ დავიკავე, ანუ ვირტუალური დათმობა და ნახევრად ასევე ვირტუალური დათმობა, რომ დღეს უიტკოფმა განაცხადა CNN-ზე, რომ რუსეთი მზად არის კანონმდებლობაში ჩაწეროს, რომ ის არ დაიპყრობს თქვა სხვა ქვეყნებს და უკრაინის საზღვრებს პატივს წემს. ხო ეს რას ნიშნავს ნახევრად ვირტუალური დათმობა, ესეც ერთადერთ შეიძლება იყოს, რომ კონსტიტუციას შეცვლიან იმ კუთხით, რომ ზაპოროჟიის და ხერსონის დარჩენილ ნაწილს არ გამოაცხადებენ თქვა საკუთარ კონსტიტუციურ ტერიტორიად. ამის მიღმა დიდი დათმობები რუსეთის მხრიდან ჩვენ არ გვინახავს. კი ბატონო და ბოლოს კითხავთ, აი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია გამოხმაურებებმა თბილისიდან თავდაპირველად ჩვენ ვნახეთ შალვა პაპუაშვილის განცხადება, დღეს უკვე მამუკა მდინარაძის, მათ ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან ასეთი დასკვნა გამოიტანეს, რომ აი ოცნება ბრძნული პოლიტიკის შედეგად წარმატებით გამოზრა და რომ გარდაუვალი ომი მათ თავიდან აიცილეს. ცოტა ხნის წინ სხვა შორის ოცნების ვიცე-სპიკერმა ასეთი რამ თქვა, პლაცკარტის სავსეა უკვე ვაშინგტონისკენ და ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩაო. აი თეატრულუკიანის ეს დაცინვა როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ თბილისში, არის თუ არა ეს პირველ რიგში დონალდ ტრამპის ევროპელების შეურაცხყოფა მათ შორის? ნუ ეს ტრადიციულად იმ კინგლაობის გაგრძელება, რაც საქართველოს ხელისუფლებას უკვე რამდენიმე წელია თქვათ ევროპის სახელმწიფოებთან აქვს, რაც შეეხება ამ განცხადებების სათავე ხო ის პუტინის განცხადება იყო, რომ ტრამპს უთხრა, რომ თქო რომ ყოფილიყავით ომი არ იქნებოდა. ხო ეს ეხლა
მისთვის იოლი განსაცხადებელია, ჯერ ესეთი ეს იყო აბსოლუტური, ასე ვთქვათ, რა დავარქვათ, რევერანსი, ხო, რევერანსი, რომ პუტინის გული, უკაცრავად ტრამპის გული მოეგო, ტრამპ ასევე განაცხადა, ხო, რომ შეხვედრის დროს უთხრა, რომ აი თქვენ არჩევნებით გაგიყალბეს. ანუ ეს არის სრული რევერანსი, რომელიც პუტინს არაფრად არ უღირს, ხო, ეხა ისტორიას არ უყვარს თურმეობითი თუ ის იქნებოდა რა მოხდებოდა, პუტინმა ხო მშვენივრად იცის, რომ ეხა ტრამპი იქნებოდა თუ ბაიდენი, ერთადერთ შემთხვევაში არ იქნებოდა ომი, შეიძლება, აი თუ გავყობით ამ ლოგიკას, თუ ტრამპი შეიძლება ხო 2022 წლის თებერვალში უფრო მიწოვოდა ზელენსკის ან რაღაცა ისეთი რასაც ახლა ამზად, თქვათ, რასაც ბაიდენი არ წავიდა, ხო, რაღაცების ამ შემთხვევაში ეგეც ძალიან რთული სათქმელია, მაგრამ ეს პუტინს არაფრად არ უღირს, ხო, ეს არის ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი იაფი და იოლი სიგნალი, რაც მას ამერიკის პრეზიდენტის გულის მოსაგებად ჭირდება და ამაზე აწყობები რაღაცა პოლიტიკური თეორიების, არასერიოზულია, მარტივი კუთხით, რომ ახლა თვითონ არ ამგონია პუტინი აღიქვამდეს საკუთარ განცხადებას სერიოზულად.